ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას მაღაზიათა ქსელ კალიბრის ფილიალიდან, ხო? რუსთავის ფილიალიდან მოგესალმებით, მაღაზიათა ქსელ კალიბრის რუსთავის ფილიალიდან და სტუმრად ირაკლისთან. ირაკლი, რუბრიკა სტუმრად ირაკლისთან. ხო, რუბრიკა იყოს ეგეთი. მეგობრებო, მაგარი საინტერესო სიახლე არის კალიბში. ამერიკული ვერსიაა შემოსული ჩვენს ბაზარზე. რატო ამერიკული? საერთოდ რა ხდება? სხვა არ შეიძლება ყოფილიყო? პოპულარული არის ამერიკაში უფრო ეს კალიბრი 10 მმ ავტოზე გვაქვს საუბარი მოკლედ რა და შედარება გვინდა გავაკეთოთ 9 მმ-იანსა და 10 მმ-იან შორის თეორიული შედარება. მე პრაქტიკულსაც გადავალთო, როცა დადგება ჟამი იგი მოვა დრო და გასულებსაც გავაკეთებთ. ცოტა ისეთ ეფექტურად თუ დაზიანდეს ისეთ სამიზნეები მინდა რომ დავაზიანოთ მაგალითად წყლის ავზე ბოთლი ან გოგოს ვიყიდოთ ყარფუზე ვიყიდოთ საზამთრო ან გოგრავეთ ხო თქიმის და აღარ დავუბრუნოთ. ხადი არ გავიგე ეს. ვეცვეცილურად თქვი რომ არ გაიგე. მოკლედ და მინდოდა მესაუბრა ამ კალიბრის ესე 10 მმ ავტო. აი ეს არის 10 მმ-იანი ავტო ნახე და წარმოუდგენია რომ შეგექონათ. მაინც ერთი არ გავიქცეთ ძალიან შორს. მე მინდა ვიკითხო ესეთი რამ, რომ საკმაოდ შევადარო აი ურე. ხო, ეს 19 ლოგერია. ეს 10 მმ ავტო დიდი არის ნამდვილად. კი, ნახე მთლიანი 9 მმ-იანი მთლიანის სიგრძეა რა მოკლედ. ხო, დანიშნულება რა აქვს ზოგადად, აი ძალიან საინტერესო არის. ეს კალიბრი ძალიან უყვარს. 9-19 ვერ იმუშავებს ისე როგორც სიტყვაზე ეს 10 მმ. რა თქმა უნდა, უყურე, აი მარტო სუფთა თეორიულად რო შევხედოთ, უყურე, ეს ვაზნა 10 მმ ავტო არის 180 გრეინი და 11.7 გრამი თავი ჭურვი. 19-ისა არის 115 გრეინი, ეს კონკრეტული ვაზნა და 7.9 გრამი. კაი, ეხლა მაშინ კითხვა მაქვს ეგეთი პისტოლეტზე 9-19-ს ხო აქვს რაღაცა გარკვეული უკუცემა? იმას გაცილებით ხო, შმაკუშა კითხებს ამას, ხო. იქ შეიძლება ხელის მოგტება. არაფერი არა, არანაირად, არა. ეგ გამორიცხე და რატო? აბა? თვითონ იარაღეთისა და კონსტრუქციულად ისე გაკეთებული ამ კალიბრის იარაღები რომ ამ უკუცემას ასატანსხდის და თვითონ ვაზნაც ისეა დაბალანსებული რომ გაისვრი 9-19 ლოგერს და მე 10 მმ-იანს თუ არ გითხრეს რომ აი ძალიან ძნელი გასარჩევია რომელი რომ დაისვრი. კი. ძალიან სერბილი, კარგი ის აქვს და უკუცემა აქვს და სხვადასხვა ძალიან ზუსტიცაა სხვადასხვა მანძილებზე. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა რომ ბრტყელთავიანია. კი. ბევრად დიდი ენერგია მიაქვს სამიზნემდე აი ამ კალიბრს და ზუსტად მიზანი და შინაარსი ამ კალიბრის შექმნისა იყო ის რომ ძალიან ადვილად აჩერებს ცოცხალ სამიზნეს ან მოხვედრილ შემთხვევაში შანსს არ უტოვებს რომ აი 9-19 შემთხვევაში კიდე შეიძლება გაფაფხურდეს რაღაცა ხნას, მაგრამ ეს ვაზნა მოხვედრილი თუნდაც არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში შემაჩერებელი ძალიან დიდია. იწევს ისეთ ტკივილის შოკს და ისეთ უცემას და დარტყმას, რომ ფაქტიურად შეუძლებელი ხდება მოწინააღმდეგემ რომ რაღაცა კიდე მოიმოქმედოს შესაწინააღმდეგო და ზუსტად მაგითო შეიქმნა. ძალიან პოპულარული არის ამერიკელ სამხედროებში ეს კალიბრი, ამ კალიბრზე არის შექმნილი ძალიან ბევრი ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის გლოკებიც მზადდება 10 მმ ავტოზე. ჩვენ სამწუხაროდ არ აქვს 10 მმ, მაგრამ სიახლე იქნება სულ მალე შემოვა კელტეკის საბური 1000-ები ამავე კალიბრზე და მე ალბათ პრაქტიკულად ვაჩვენებთ 10 კალიბრის. კი. ვა, რა საინტერესო არის. როდის ველოდებით ეს ყველას გვაინტერესებს. მალე იქნება უკვე კი. ძალიან მალე იქნება უკვე ეს ამოვი და ზუსტი რიცხვი არ ხო, ზუსტად ყოველი რო არ გამომეცემ, მაგრამ მალე იქნება და იქნება თუ არა ანონსი გაკეთდება აუცილებლად. ამ ინფორმაციას გავახდეთ საჯაროს მოკლედ და საინტერესო. მე უკვე პრაქტიკული სრულები შეიძლება რომ გავაკეთო და შედარება 9 მმ-იანისა და 10 მმ. ფასში ძალიან დიდ სხვაობას იძლევა. არა, სხვადასხვა ფასში სხვაობა არ არის. თუ 115 გრეინიანი 9 მმ-იანი ვაზნა არის 100 ლარი და 40, 10 მმ-იანი უყურე 180 გრეინიანი 11 გრამზე, ეღირება ლარი და 60.
მიახლოებით ალბათ. ხო, მიახლოებით ფასია, დაახლოებით ორიენტაცია, იმიტომ რომ ამ ვაზნებშიც და ამ ვაზნებშიც განსხვავებებია სიძლიერის მიხედვით გრეინინგის მესმის. უკვე იქ ვოლირებს ფასიც შესაბამისად იცვლება ფასი რა. Selior and Beloti მეგობრებო. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ვაზნები არის, მე პირადად მაქვს გამოყენებული 9-19-ის ვაზნები და საკმაოდ კარგ შედეგს მაძლევს. ერთი შეკითხვა მაქვს, full metal jacket-ი არის თუ soft point-ია? არა, full metal jacket-ია ორივე. FMG-ია ორივე. მოდი ესეც განვმარტოთ მეგობრებს უთხრათ რა არის ამ ორ ტყვიას შორის სხვაობა. Full metal jacket ნიშნავს, რომ full metal jacket ერთიანი, ну ჭურს აქვს ერთიანი შეხედე დაფარული თავი რა, ანუ ჩახვრეტილი თავით და ორშრიანი გარსით არ არის. ერთი გარსია მოთავსებული ტყვია, full metal jacket. ანუ გაცილებით უფრო მყარი შენადნობი არის თან პარალელურად. კი, მყარია და მოხდრისას ძალიან არ დეფორმირებს. კარგი შეკითხვა დამესვი ახლა შენ და მინდა რომ გავაუცო კიდე ამ ორ ვაზნას შორის სხვაობა რა იქნება. იმასაც უცად ვიტყვი. ჯერ ამაზე გიპასუხებ. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. Good choice. გასიჩეთ. ვისაც არ მოგეწონებათ, დაწერეთ და თქვით უკეთეს სადაჭა. Good choice. ბურგერისთვის მოვდივარ აქ. Full metal jacket, ანუ ერთიანი ერთი მთლიანი არ რუსულ ტერმინებით და ქართულად ვერ მივუწოდებია. არა უშავს. მთლიანი თავით არის მოკლედ რა და არის კიდე მეორე ვარიანტი ჩახვრეტილი თავები რო აქვს ხოლმე და ექსპანსიურები როა ეს. და soft metal jacket-ი არის კიდე ისეთი ვარიანტი, რბილი შენადნობი არის. რბილი თავი აქვს, პლომბომის თავი აქვს რბილი და იგივეც ექსპანსიური წევია. განსხვავება კიდე რომ მკითხეთ ახლა განსხვავება ამ ორ შორისო 9 მმ-იანი დიამეტრში ნახე როგორი განსხვავებულია აი ეს თვითონ თავაკიც რა. დიახ. და ექსპანსიას 10 მმ-იანი გაცილებით დიდ საკეთებს მოხდრის ანუ დეფორმირება გაშლა. ვიდრე 9 მმ-იანი არც საკეთებს პატარას, მაგრამ ნუ განსხვავება იმაშია, რომ დიდია ეს 1 მმ დიდია და უფრო დიდზე იშლება მოხდრის დროს დეტონაციას ქმნის გაცილებით უფრო მეც ჭრილობას ქმნის მეც სიხდენა არის უფრო მეტი და თავდაცვისთვის 10 მმ-იანს უფრო მეტ პატივს და უფრო პოპულარულია ამერიკაში თავდაცვის იარაღით ვიდრე 9 მმ-იანი. ეგრეა იქ ჩვენთან ახლა შემოდის ეს კალიბრი და ახლა ითვისა ჩვენი მომხმარებელი და ბევრმა იცის კიდევაც და რა თქმა უნდა ხმარობს. ღმერთმა დაგვიფაროს ამის გამოყენების ასე ვთქვათ პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინფორმაციის დონეზე ვფიქრობ, რომ ინფორმაციის დონეზე კი სასახლეობას უნდა. და სხვადასხვა ამ კალიბრზე 10 მმ-იან ავტოზე არის სანადირო რევოლვერები და სანადირო პისტოლეტებიც შექმნილი, რომლებიც დამხმარე იარაღად ჩვენთან სამწუხაროდ არა, კიდე ჩემი მუსტკივილი შენ გამბავში. შენც იგივე გაქვს. ხოლმე ხშირად გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამერიკაში იქსაც დაშვებულია სანადიროდ დამხმარე იარაღის ტარება ძალიან ხშირად ხმარობენ 10 მმ-იანს, ანუ უფრო დიდ კალიბრს, ვიდრე 9 მმ-იანს. გასაგებია. ნუ მაინც 9 მმ-იანი მიიჩნევა როგორც უფრო დამაზიანებელი და რა თქმა უნდა, ეს უნივერსალური კალიბრი, ეს არ შემაჩერებელია კი, რა თქმა უნდა და დიდ ნადირსაც აი ესეთი დამხმარე საშუალება უნიკალური ვაზნაა და ძალიან დიდი ენერგიის ხარჯზე უკვე თამამად შეგვიძლია რომ ისეთ დიდ და გაბრაზებულ ცხოველს როგორც დათვია ხოლმე გაბრაზდება თამამად შეგვიძლია რომ შევეცინავ ძალიან კარგი. კაი, ჩემო მეგობრებო, მე ვფიქრობ რომ ალბათ ამ ნოტაზე შეიძლება რომ დავასრულოთ ზოგადი წარმოდგენა რომ შეგექმნეთ, ვინც რა თქმა უნდა კურსში არ ახართ რა ვაზნები არის მაღაზიაში და რავი ფინალისკენ გავიყვანოთ ალბათ ხო და გელით მაღაზიაში მობზანდით დაათვალიერეთ თქვენი ხელით ნახეთ, წონაშიც კი არის სხვაობა და ფასშიც ნახეთ. შესაბამისად ალბათ მე უკვე როცა იარაღებიც შემოვა შესაბამისი უკვე დაიწყება ალბათ ხალხში პოპულარიზაცია ასე რომ ვთქვათ. ჩვენს აუცილებლად დავდოთ პრაქტიკული სროლების ვიდეოებს. კი, საჩვენებელ მაგალითებს კი ბატონო. ცოტა ისეთი სამიზნეები მინდა რომ დავაზიანო ეფექტურად რომ დაიშალოს მარტივ მომრავლებლად. რომ ვიდეოშიც გამოჩნდება და ვიზუალურად გამოჩნდება უკვე დამაზიანებელი ეფექტი 9-19 ლოგერისა და 10 მმ-იანი ავტოსი. კი, და ძალიან საინტერესო იქნება ასევე კიდე სიზუსტეზეც რომ მოვსინჯოთ ნეტა როგორ იმუშავებს. კიდე ერთხელ შეგახსენოთ რომ იქნება აუცილებლად გვექნება გაყიდვაში ძალიან მალე გვექნება 10 მმ ავტოზე ძალიან პოპულარული კელტეკები მობრძანდით მაღაზიაში ნახეთ, დავაანონსეთ ამ იარაღის მაღაზიაში შემოტანის თარიღსაც და გაცნობებთ კიდევაც და მოკლედ მსურველებით ვექნებით მობრძანდით გელით. ნახვამდის. როებით. ჩვენი არხის მხარდამჭერები